კეთილი, ჩვენ ეხლა მთელი დღის მანძილზე როგორც ყოველთვის ტრადიციულად ვასკანირებთ სოციალურ ქსელს და ერთ-ერთი თემა, რომელიც თემა და რგოლი, რომელიც ამოხდა და ფაქტიურად დილიდან ხტუნაობს, ეს არის ძალიან ისეთი ვირუსული ვიდეო, რომელიც საკმაოდ სერიოზული პოპულარობით სარგებლობს. ამ ვირუსულ ვიდეოს ქვია ახალი ქართული მობილური ტელეფონი. პირველი ქართული მობილური ტელეფონი და ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ეხლა გაჩვენოთ ნაწყვეტ, იმიტომ რომ 6 წუთიანი ეს რგოლი მე გადავხდები პერიოდულად. თქვენ დაახლოებით წარმოდგენა რო შეგექმნათ. თუმცა Facebook-ის გვერდზე შეგვიძლია სრული ვერსია. სრულ ვერსიას რასაკვირველია დავდებთ. აი ეს არის თავიდან საინტერესო პრინციპში დიდად არის. არაფერი არ არის, ხო? მოდივართ სახლიდან, ხვდებით თანამშრომლებს, მეგობრებს, ახლობლებს. ერთი შეხედვით 21 საუკუნეში თითქმის ყველაფერია გამოგონილი, რაც ცხოვრებას გვიმარტივებს, თუმცა ეს ესე არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა არა რაიმე სიახლე, არამედ არსებული პროდუქტი შეგვეცვალა და მოგვერგო თქვენი საჭიროებებისთვის. არავის ეგონა რომ ეს აქ შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ შევქმნით პირველი ინოვაციური ქართული პროდუქტი. წარმოგიდგენთ, პირველ ქართულ მობილურ ტელეფონს. აიღე, ესეთი და სხვა მრავალი. აიღე ესეთი და სხვა მრავალი. საუკეთესო ქართული ინჟინერები და დეველოპერები მუშაობდნენ ამ მობილური შესაძლებლად. იგი მრავალფუნქციურია და რაც თავარია მუშაობს შეიძლება ქუდის პრომოს და თითოეული აპლიკაციის ალგორითმი სპეციალურად ქართული მომხმარებლისთვის დავკოდეთ. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ მის დიზაინზე, გვინდა ყოფილიყო ესთეტიკური, კომფორტული და რაც თავარია ქართული. აიღე ეს ერთი და სხვა მრავალი არის 0.5 სანტიმეტრის სისქის, 6 სანტიმეტრის სიგანის და 12.25 სანტიმეტრის სიგრძის სმარტფონი. ინოვაციური აპლიკაცია, როგორც არის ტიპელორამა. იგი გაატიტულებს ყველას. აი აქ მიდის მაგალითად ციკლი სპეციალური აპლიკაციების. ეს მაგალითად. როგორ გავაშიშვლოთ? გახსოვთ ბავშვობაში ვინც გვაინტერესებს. ფლიკის სისხლი უნდა წაუსვა სათვალესო. შეშოლს დაინა. სმარტფონს აქვს ველოს ფიქსატორი. შეუმოსავად. აღარ ჩააყავ. უკვე 3 წელია რაც სამსახურს ვეძებ. ყველგან მოგზავნი კურიკულუმ ვიტაეებს, მაგრამ გასაუბრით მის შემდეგ აღარ ავყავარ. ალბათ ჩემი ლაპარაკი არ მოსწონს. ბოლოს ამ აპლიკაციის საშუალებით მე კოლ-ცენტრში დავიწყე მუშაობა. აღარ მიჭირს. აპარატი. მუშაობ ცხე. ხაზში. და და ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში უამრავი აპლიკაციები ამ მოდელისათვის. მე მინდა შეგახსენოთ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ეს არის აი ეგრე. ეს არის პაროდია და სამწუხაროდ ჯერჯერობით პირველი ქართული მობილური აპლიკაცია კი არა, მობილური ტელეფონი არ არსებობს, მაგრამ თუმცა ჩვენ მათი შემქმნელები ყავს ხაზზე, Skype-ის ჩართვა გვაქვს. მოგესალმებით, მეგობრებო. გამარჯობა. აუ, რამდენი ყოფილხართ, კაცო? მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. არასრული შემადგენლობით ვარ ჯერ. გვაკლია ერთი ადამიანი, გრიმიორი. ვართ სულ 6. ვინ ახართ თქვენ ეს რა არის? უბრალოდ მეგობრების რაღაცა დაჯგუფება არის თუ კომერციული ჯგუფი ხართ? ვინ ახართ? რა ხალხი ხართ? ანუ ვართ ორივე. რატომაც არა. მეგობრებიც ვართ და გარდაიქმნება კომერციულ საქმიანობაში. ასაკებია. ეს იდეა საიდან გაჩნდა და რა დანიშნულება აქვს აი ამ რგოლს? გარდა იმისა, რომ ძალიან გაგვახარა და გვაცინა. ძალიან მიხარია. ვიდეოს იდეა მქონდა რამდენიმე წელი ალბათ, იმიტომ რომ ეს არსებობდა, ანუ ეს მსგავსი სტილის ვიდეოები არსებობს სოფლიოში, მით უმეტეს ამერიკაში არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ iPhone-ის კომერციალებს პაროდიას რო უკეთებენ, არის რაც მოსწონთ იქ, იმიტომ რომ აქ ნანახი იქამდე ის ნამდვილი ორიგინალი ვიდეო.
აქ მე მინდოდა რომ ანუ ამებს რო ხედავდი მომწონდა მეცნიერულად მინდოდა რომ ესეთი ყოფილიყო ქართულიც ანუ რატომაც არა ხო მაგრამ ანუ აქამდე იმიტომ არ ვაკეთებდით რომ მეგონა რომ აქ ჭყალებში ვერ დავუმუღამებდნენ რა ასეთ სტილის ვიდეოს იმიტომ რომ წინა ანუ ყოველ შემთხვევაში დაამუღამეს როგორ შეგრძნება გაქვთ ან გამიკვირდა ანუ ვირუსული რო იქნებოდა უკვე ბოლოს ხდებოდი ვიდეოს მონტაჟის დროს მაგრამ ესეთი არ ვიცი რამდენი view გაქვთ ახლა რამდენმა კაცმა 37,000-ზე მეტი ნახვა აქვს და ეს არის გუშინ განთავსებული ვიდეო 12 საათში მგონი ძალიან კარგი მაჩვენებელია მაგრამ მე მაინტერესებს საბოლოოდ ვთქვათ რა გინდათ უბრალოდ თქვენი ბრენდის პოპულარიზაცია გინდათ თქვენი გუნდის პოპულარიზაცია გინდათ დიახ ჩვენ ვართ გუნდი რომელსაც სურს საქართველოში შექმნას ხარისხიანი და კრეატიული პროდუქტი entertainment media არის საქართველოში ეს რაღაც არის იშვიათობა ბოლო პერიოდებში ჩნდება კარგი რეკლამები, რაც გულით მიხარია და გვიხარია ყველას ჩვენ და ძალიან გვინდა რომ ეს ტენდენცია საქართველოს შემოვიდეს, რომ რეკლამა იყოს სასურველი და ყურებადი და ყურების დროს მივიღოთ რაღაც სიამოვნება, თუნდაც იუმორი, თუნდაც რაღაც ინსპირაცია მივიღოთ და რაც ხშირად ანუ თუნდაც ქართულად, თუნდაც არაქართულ ბაზარზე ხშირად არის არაბანალური რეკლამები და ჩვენ გვინდა რომ დავნერგოთ, ყოველ შემთხვევაში შევქმნათ ეს ტენდენცია, რომ და მივისწრაფეთ ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის რომ შევქმნათ ხარისხი, კრეატივა, ну, იუმორთან ერთად. ეს მრავალმილიონიანი ვიდეო რგოლი კონკრეტულად რა თანხა დაჯდა? მრავალმილიონიანი? რა თანხა დაჯდა საბოლოოდ? No budget-ი, ასე ვთქვათ? ეს ვიდეო დაჯდა ძალიან იაფი, ვიდრე ანუ უფრო დაჯდა ჩვენი დრო და ჩვენი ენერგია, ვიდრე რაიმე მატერიალური რამ. ანუ დაჯდა მეგობრობა, როგორც იტყვი. დაჯდა მეგობრობა, ძალისხმევა, ერთმანეთის სწორად გაგება, რესურსების და ენერგიის სწორად გადანაწილება. და გაყინვა რა. რამდენ ხანში გააკეთეთ ეს ვიდეო და რა, ანუ არსებობს თუ არა უკვე რაღაც გამოხმაურებები, ну, ცხადია კომუნიკატორი გამოგეხმაურათ, მაგრამ სხვა ისეთი კომერციული შეთავაზებები ან სხვა სახის კონტაქტებზე თუ გამოვიდა ვინმე, მესმის რომ ერთი დღეა და რეალურად ცოტა დროა ასეთი კონტაქტებისთვის, მაგრამ რა სახის დაინტერესება წამოვიდა? ანუ ეხლა გამეცინა იმაზე რომ ერთი დღე და ერთ დღესთან შედარებით ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა ტელეფონზეც კომერციული ადამიანებისგანაც და იურიდიული პირებისგანაც და ანუ პირველი კითხვა იყო რა დრო და რამდენ ხანში გადაიღეთ კი? დიახ, ანუ იდეა ალბათ დიდი ხანია, მაგრამ როცა დავიწყეთ შესრულება გადაღების ეს არის გადაღების დღიდან დღემდე დასჭირდა 3 კვირა. 3 კვირა იმიტომ რომ ვართ სტუდენტები და ანუ უბრალოდ დრო არ ქონდა. დიახ, დროის გამო ალბათ უფრო ადრეც მოხერხდებოდა. უფრო მუშაობა გასაგებია და აპლიკაციებზე უნდა გკითხოთ, აპლიკაციები არის მსგავსი ტიპის. უნდა შევამოწმოთ ქალიშვილი არის თუ არა. იმისათვის რომ თავი დავიმკვიდროთ ან ადამიანებს უბრალოდ უთხრათ რომ გზა დაგვითმოს, იქ სადაც ჩვენი გზა არის, გვაქვს აპლიკაცია, რომელიც ჩვენ ხმას ბუნებრივად ბაბულიკური ხმით გვიყვება. რატომ შეარჩიეთ ეს თემები და ესეც იყო თუ არა თქვენი მხრიდან რაღაც ტიპის მარკეტინგული გათვლა და რა გამოხმაურება გამოიწვია ამ აპლიკაციებმა, ესეც მითხარით, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა ისე შეხვდებოდა ამ ყველაფერს. თქვენს აპლიკაციებს. დიახ, ეს ჩვენი ვიდეო, ან ჩვენი პროდაქშენისთვის და ნებისმიერი სტარტაპისთვის საერთოდ თავარი არის დასაწყისში ცნობადობა. და ამ ცნობადობის გარეშე რეალურად არც მომხმარებელი გაყოლება. და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ თან ნამუშევარი შეგვექმნა და თან ეს ნამუშევარი ყოფილიყო ჩვენივე თავის რეკლამა. ანუ როცა ვიდეო იქნებოდა ვირუსული, ბევრი ადამიანი გაიგებდა ჩვენზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ იდეა ყოფილიყო, ანუ საფუძველში ყოფილიყო პოპულისტური, მაგრამ ყოფილიყო ხარისხიანად გაკეთებული და რეალურად ემოქმედა. და გარკვეულწილად კულტუროლოგიურ ასპექტში ისეთი კრიტიკული და მწვავე. და ანუ სტერეოტიპებზე არის უფრო, ანუ მე მაგალითად არ ვფიქრობ იმას, რომ რაღაც ვინც არ არის ქალიშვილის ოჯახში შემოსაშვები არ არის, მაგრამ ანუ ვიდეოსთვის ეს როლი მოვიგდეთ ყველამ. და
ანუ ეს იყო სტერეოტიპების დაცინვა და არა კარგი რაღაცების, რაც არის გამჯდარი ქართულ რეალობაში, თუნდაც და მე მგონია, რაც ცუდია იმის დაცინვა არ არის რაიმე ამორალური საქციელება. გასაგებია, უნდა გკითხოთ ასევე თქვენს YouTube-ის ჩენელზე არის კიდევ ორი სხვა ვიდეო, თუმცა ერთი შეხედვით ძნელია საერთო ხაზის პოვნა ამ სამ პროდუქტში, სამი სხვადასხვა ტიპის და ხასიათის და შინაარსის ვიდეოა. თქვენ რა ძირითადი გზავნილების გატარება გინდოდათ ამ თქვენი ნამუშევრებით და პრინციპში სულ ეს არის, რაც თქვენგან ამ ეტაპზე გვაინტერესებდა. ეს რა არის ჩვენ ნამუშევრები ერთი ხაზით არ მიდის ჩვენ ნამუშევრები, რომ აი ჩვენ გსურს რომ აი მომხმარებელს რაღაც მივაწოდოთ და რაღაც იდეა მივცეთ, ამას არ ვცდილობთ. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ხარისხი, ვაჩვენოთ იუმორი, ვაჩვენოთ კრეატივა, რომელიც არის სხვადასხვანაირი. კრეატივა არ არის რაღაცა, რაც მიდის ერთი ხაზით. კრეატივა ზუსტად იმიტოა კრეატივა, რომ არის უსასრულო რაოდენობის. და თანაც ერთმანეთისგან განსხვავებული. ამიტომაც ჩვენ ნამუშევრები, ან პირველი არის გზაზე მარტო გადასვლა საშიშია, მეორე არის თოვლის ბაბუას სულელებს ასრულებს და მესამე არის საერთოდ რადიკალურად განსხვავებული რაღაც და ანუ ამათ საერთო არაფერი არ აქვს და ჩვენს საერთოდ ჩვენი მუშაობის იდეა არ არის ეს, რომ აი ჩვენ რაღაც იდეას ვაწვევით და ჩვენ რაღაც აი გვინდა რომ ვიღაცას რაღაც დავარიგოთ ან გასაგებია, ანუ თქვენ კიდევ ნებისმიერ ჟანრში იმუშაოთ, ნებისმიერი ხერხები, ნებისმიერი რაღაცა ელემენტები აჩვენოთ. ძალიან კარგი. შავი დევი ქვია თქვენ დაჯგუფებას, ხო? მართალია? ამაზე მინდა თქვა. ესე იგი მოკლედ ძალიან. შავი დევი არის YouTube-ის არხი, რომელიც ეხმარება BH Productions იუმორის დამსახურებით პრომოუშენში. გასაგებია. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. შავ დეველებს წარმატებებს გისურვებთ. კეთილი. შთამბეჭდავია ის ციფრიც, რამდენი მე ამ ციფრებს სულ უყურებ ხოლმე, როგორც ცოტა ინტერნეტ მანიაკი. 719 საბსკრაიბერი, ანუ გამომწერი ყავს შავი დევის გვერდს. ბევრია პრინციპში ქართული არხისთვის. ნახოთ, რას გააკეთებენ.